შემოხვედრით და ამ დროს უთმობთ ერთად ყოფნას. აა, ჩემზე ვარ სერტიფიცირებული კოუჩი 2018 წლიდან. კოაქტიურ კოუჩი ვარ, ცოტა იშვიათობაა საქართველოში, მაგრამ ბარსელონაში გავიარე და შესაბამისად ესეთი აქ ცოტა დეფიციტური კოუჩინგის წარმომადგენელი ვარ. მუშაობ ონლაინ და ცოცხლად ონლაინ ძირითადად უცხოელებთან და ცოცხლად ქართულ კომპანიებთან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ძირითადი მიმართულება მაქვს პროფესიონალური ურთიერთობები, რაშიც პირველ რიგში შედის სტრესის დაძლევა, უკავშირი, საჯარო გამოსვლა. ძირითადად ეს არის ჩემზე ვარ 47 წლის და კოუჩინგში მომიყვანა ესეთ ცნობიერი ურთიერთობის სიყვარულმა. არ ვიცი, ზუსტად ცნობიერი სიტყვა რას გამოხატავს, მაგრამ რა ხარისხიანი, ნაღდი, ადამიანური, მიზანმიმართული, საქმიანი. ეს არის, რატომაც ავირჩე და ვარ ამ პროფესიაში. დღეს შევარჩიე შთაგონება მომივიდა. არ ვიცი, ესეც სიტყვაც კი ვერ შევარჩიე საბოლოოდ. თან ხო inspire არის ამ კვირეულის თემა, ამიტომაც შთაგონება. ახალია, უხმარია. თუმცა, ხო ინტუიცია იქნება ძირითადი, რომელიც ქართულად ინტუიციას ვიყენებთ, მაგრამ რო ვეძებდი თუ მზადებაში ალღო მომივიდა ესეთი სიტყვა, არ ვიცი თუ უფრო ქართული სიტყვა ალღო, ან შეიძლება რაღაც სხვაინდან მოდის, როგორც ინტუიცია, მაგრამ შეიძლება უფრო გამჯდარია ჩვენში. მოკლედ, ეს არის თემა და ჩემთვის ესეთი საყვარელი თემა არის, რომელთანაც ოღონდ ესეთ დამოკიდებულება მაქვს, გაგაცნობთ რისგან შედგება ჩემი ურთიერთობა ამ განზომილებასთან კოუჩინგის. დავიწყებ გაზიარებით. ესე გამოვიდა, რომ ბევრის გაზიარება მინდა, როგორც აღნიშნე და ცოტა ბევრი სლაიდები მაქვს. ამიტომაც თქვენგან დახმარება დამჭირდება, რომ მარტო სლაიდების ყურება და ჩემი მოსმენა არ იყოს, არამედ თქვენ ჩართულობაც თუ ვინმე შეამჩნევთ, რომ ძალიან ესეთ მიმართულებით წავედი, გთხოვთ, ნუ შეკავებთ თავს და მითხარით, ნიკო, გაჩერდი ერთი რაღაცა არ კითხვა მაქვს, ან რაღაცის შემოთავაზება მინდა და ნებისმიერი რაც იქნება შენთვის იმ მომენტში ამ ჩართულობის და ერთად ყოფნის ნაწილი. ერთი ჩეთს გადავხედო, გამარჯობა, ზომიერება, მოგესალმებით. მშვენიერი და მადლობთ გულებისთვისაც, მადლობს, როცა ვხედავ. დამიდასტურეთ, რომ ყველაფერი სლაიდები ჩანს, მეც აქვს. მშვენიერი. ხო, და ცოტა ქვესათაური მაქვს მექანიკურსა და მისტიურ შორის. ამის დეტალებსაც ვნახავთ რა მინდა ამით. ხო, მანამ დავიწყებდეთ, თქვენგან მაინტერესებს როგორ ხართ? მე დავიწყებ. რას გზნობ როგორ ხარ, ით ხარ მოსული, რა გინდა, რისთვის მოხვედი აქ და შენებური ხედვა თუ შენთვის რა არის? აქ ეს სიტყვაც ინტუიციას ტოვებ, თუმცა თუ რაღაც სხვა ელფერის გამოხატვა გინდა, თავისუფლება არის. რა თქმა უნდა, მოკლედ, თუმცა იმდენად რომ ყველამ დაგინახოთ, მოგისმინოთ და გავიგოთ შენ. მე რაღაც აღელვებასა და სითბოს შორის ვარ. მინდა ის რომ ეს ინტუიცია მე თვითონაც შევახსენო ჩემთვის რას ნიშნავს და ვაცოცხლო ის არა მხოლოდ კოუჩინგის დროს, არამედ ცხოვრებაშიც და დღის განმავლობაშიც. და რა არის ინტუიცია, ამაზე მთელი პრეზენტაცია მაქვს, ახლა არ ვისაუბრებ. ასე რომ გთხოვთ, გინდ მიმდევრობით, გინდ ქაოტურად, ვისაც გინდათ, ან ჩეთში, ან პირდაპირ გაგვიზიარეთ. დიახ, ნატალია.
მე ვარ ნატალია, გრძნობ დიდ ინტერესს და მადლიერებას, რომ მოვედი ამ ვებინარზე და მაქვს საშუალება ვიყო ნაწილი ამის. მინდა უფრო კარგად ვიგრძნო ნამდვილად შეიძლება თუ არა ჩემს გუმანს მივდიო, როცა კლიენტებთან ვმუშაობ და ეს გუმანი ამართლებს თუ არა და კარგია თუ არა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ინტუიცია, ალღო, გუმანი, როგორც ახსენე ნიკო. ხო, აი რა არის ინტუიცია? ინტუიცია ჩემთვის არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც არსებობს ველში, რომელიც არ ეყრდნობა ჩემს ყოფილ გამოცდილებას, არამედ არის ინფორმაცია შეგროვება მუსიკით, რაღაცა მოსული ველიდან, რომელიც ჩემს გამოცდილება არ არის, არამედ მე როგორც რადარი ამას ვიჭერ ველში. აი რაღაც ესეთია, არ ვიცი, კარგად გამოვკვი თუ არა, მადლობა. მადლობ ნატალი. შეგიძლიათ ხელი ეწოთ, შეგიძლიათ პირდაპირ ჩართოთ და ისაუბროთ. ისოფი. მე ვარ სოფო, ვგრძნობ ინტერესს შეგრძნების დონეზე თუ გადმოვიტანა ვიცი ალბათ ცნობის მოყვარეობა რაღაცა ესეთი, შეგრძნება დადებითი ძალიან. მეორე კითხვა რა არის? მინდა აქედან წავიღო უფრო მეტი ვიცოდე აი კოუჩინგური ინტუიციის შესახებ, ანუ უფრო კარგად როგორ მართო ეს ინტუიცია თვითონ სესიების პროცესში. და რა არის ინტუიცია და ხო, ამაზე შეგვიძლია ვიგამართოთ თუ იმსჯელოთ. ამ მიმართულებით გავხსნი მაშინ კოუჩინგში როგორ ვიყენებ ინტუიციას, არ არის მისტიკური რაღაცა, მგონია რომ ის ტვინის უბნიდან რამოდენიმე უბნიდან ერთდროულად აქცია, რომელმაც აი შეკრიბა მოკლედ და დაემთხვა რა რამოდენიმე ერთმანეთზე და უნდა თქვას, ანუ რაღაცა რაც შევამჩნიე, რაც ცნობიერიდან ცნობიერში ამოვიდა, რაღაცა დოზით გარკვეულად უკავშირდება დაგროვილ პრაქტიკასაც, რომ ესე მოხდა ამ შემთხვევაში და მაშინ ესე გამართვა და ალბათ ეხლაც ესე წამოვიდა. მოკლედ, რა მინდა გითხრა, თვალთ ლოგიკური რაღაცა არ არის და აი წამოსული რაღაცა ესეთი ახსნა მაქვს, რა მგონია რომ რაღაცა დაემთხვა ბევრი რაღაცა ერთმანეთში ტვინში და ამ დროს მოვიდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი ამდენად სწორად გავშიფრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მადლობ გაზიარებას. ეგეთი ამბავია, ეგრე მგონია. სოფო, რამდენი სოფო გყავს დღეს? ჭყადოა. სოფო, თუ გვისმენ? გამარჯობა, მე ვარ სოფო და ამ მომენტში ჩემი ინტუიცია ძალიან ასე რომ ვთქვათ, მოსუსტებულად მუშაობს ამ პერიოდში, მაგრამ სოფოს ხმა წყდება ჩემთან, არ ვიცი ისმის თუ არა თქვენთან. გონი გაიჭედა ჩემ. ვენი ქვეცნობიერის და უღალავი შრომის პროცესი რაღაცა ინფორმაცია მივიღეთ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ქვეცნობიერში არის ზედალექილი და რაღაცნაირად გვიგდებს პასუხებს. ეს არის ჩემი მოსაზრება ინტუიციასთან დაკავშირებით და არა მარტო ჩემი. მადლობ სოფო. მოგესალმებით, მეც ვიტყვი მაშინ ორ სიტყვას, მე ვარ დოდოშა და ორი ისეთი სიტყვა არის შთაგონება და ინტუიცია, რომელიც ყველაზე განსაკუთრებულად მომწონს და უკვე ძალიან კარგად გრძნობ თავს და ძალიან ბედნიერად და მიხარია რომ ამ თემებზე ვისაუბრებთ ძალიან, ანუ ეს არის ჩემი შეგრძნება ეხლა ამჟამად. მადლობ. ვინმეს კიდე ხوار უნდა გაზიარებო. მეც ხوار ვთქვა. მოდი მეც დავამატებ მაშინ, ხო? ესე იგი, მეც ვარ სოფო, მიყვარს
რომ ვგრძნობ, როცა ვგრძნობ, ეგ მიყვარს. და როცა ვგრძნობ სინამდვილეს, კიდევ უფრო მეტად რო ვთქვა, ანუ კიდევ მეტად რო ჩავშალო და მინდა რომ ხშირად ვენდო ინტუიციას. ეგ მინდა და მეთქვა. Absolutely. ხო, კიდევ გინდა დამატება რამის თუ? დიახ. ესმით ჩემი. ხო. ანუ მე მინდა დავამატა, რომ კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც კოუჩისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ ინტუიციის განსხვავება ისწავლოს რაღაც აკლიატებული აზრებისგან და შფოთვისგან. აი ხანდახან შფოთვა ისე ნატიფად შემოდის, რომ გეჩვენება, რომ ეს არის ინტუიცია. ამ დროს ეს არის რაღაცა თავს მოხვეული, უბრალოდ სასურველი, აკვიატებული, ან აზრი, ან კიდე რაღაც შფოთვა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია კიდე, იმიტომ რომ რაც ლამაზად ჩანს და შემოგეჭრება, ყოველთვის არ არის ინტუიცია. მადლობა. უთი წამეც თუ გინდა რამის გაზიარება და ნანას აქ მინაშ ჩატში ნიკო მოწერილი კიდე. აჰა, ჩატს სამწუხაროდ ვერ ხედავ. წაგიკითხო? თუ შეიძლება კი. ფოტო შენ წავკითხავ. სოფო რა ვიცი, როგორც კიდე წავიკითხავ. სოფო შენ წავკითხავ? ესე იგი ლელას აქ მოწერილი, ნიკო, გრძნობს სიმშვიდეს, მინდა გავიგო მეტი ინტუიციის შესახებ. ინტუიცია არის შინაგანი ხმა, რომელიც გვესაუბრება. ერთი. და ნანას აქ ასევე მოწერილი, მე ვარ ნანა, გრძნობ ინტერესს, მინდა გავიგო თქვენი მოსაზრება ინტუიცია შთაგონებაზე. ინტუიცია ჩემთვის არის საწყისი შეგრძნება, აზრი, სანამ აღქმა, ფილტრი და განსჯა გააუფერულებს. და ნატალია გვწერს ასევე pattern recognition არ არის ინტუიციაო. როგორც ჩანს სოფოს გამოეხმაურა ნატალია, ხო? საინტერესო. კარგით. მადლობა გაზიარებისთვის. ესე იგი, ვახსენე, ჩემთვის ეს კოუჩინგური განათლება კოაქტიური მოდელიდან მოდის და აი მას აქ 4 სვეტი გვერდებში რო არის და ეს წრე რო არის, ეს არის კონტექსტი. ანუ მუდმივი ნაწილი ამ სივრცის და ინტუიცია ერთ-ერთი მათგანია. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მასწავლეს, რომ როგორც კოუჩი შენი ვალდებულებაა, რომ გამოიყენო ინტუიცია. და არა მარტო იმისთვის, რომ კოუჩინგის დროს გამოიყენო, არამედ იმისთვისაც, რომ კლიენტმაც ნახოს, რომ ინტუიცია არსებობს და ოკეია მისი გამოყენება. და ძალიან მომეწონა, რომ ჯერ რაღაც ბევრი სიყვარული და ეს ვიგძენი ინტუიციისადმი თქვენგან, რომ საყვარელი თემა მარტო მაგი რო არის, უკვე კარგია და სხვადასხვანაირი მიდგომები. ეს ნატალიას მიდგომა, რომ ეს ველია, ძალიან ახლოს არის, ზუსტად ეს არის ალბათ, რაც ამ კოაქტიურში მასწავლეს. პატარა პრაქტიკაც გვექნება ამ ველთან დასაკავშირებელი განსხეულების. და აგრეთვე ხო, რომ რაღაც ხანდახან გვერევა და მწად ესეთი ადვილი და მარტივი რაღაცა არ არის. და მაგრამ სურვილი გვაქვს და გვინდა რომ გამოვიყენოთ და გქონდეს, ასე რომ მე მგონი ერთი საერთო გვაქვს აქ იმ ხალხში მაინც ვინც გააზიარა. ხო, და ესეც მომეწონა საწყისი ხმარი, ხო, მანამ რაღაცან გაუფერულებს და რაღაც სხვა მიმართულებას მისცემს, რაღაცა აი საწყისი არის, რაღაც ნაპერწკალისავით. ჩემთვისაც რაღაც ეგეთია. ოკეი, და მინდოდა რომ აი ესე ცოტა ორი პოლარობა გამომეყო, რა, აი არანაირი ინტუიცია და მე აი ზედმეტი ინტუიცია და ცოტა მისტიურობისკენ წავიყვანე, ხო? და თვლი რომ ნებისმიერი უნარი ან იგივე ეს ინტუიციაც თუ რაღაც ბოლოშია სპექტრის ან 0 ან სრული მაშინ სარისკოა. ხო, და რომ შეიძლება თითოეულ კლიენტს, თითოეულ მომენტს, თითოეულ სიტუაციას სხვადასხვა დონე შეესაბამებოდეს.
და მე თვითონაც განმეცდია, რომ სხვადასხვა კლიენტთან ან სხვადასხვა სივრცეში სასურველია, რომ ძალიან მორიდებულად და ისე მოვეკიდოთ. თუმცა ესეთ ხმელი ოდენწერ ბოლოში მე ესეთ ხმელი გამოდის, რომ ის რისთვისაც მოვედი კოუჩინგში, თითქოს იკარგება. ამიტომაც, მაგრამ აი სულ მეორეზე წასვლა კი შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს, შთამბეჭდავი იყოს და აი ეს თავიდან მეც ეს მაგიური და ჯადოსნობა მომწონდა, მაგრამ ყოველთვის არ არის ხოლმე შესაბამისი. ამიტომაც ვამუხამებ, რომ ნახო ამ სიტუაციას, ამ მომენტს, ამ ჩემ მდგომარეობას, ამ გარემოს რა შეიძლება შეესაბამებოდეს. ვიმეორებ, ცოტა ბევრი სლაიდები მაქვს, ამიტომაც ძალიან მონოლოგი არ გამოვიდეს, ნებისმიერ მომენტში ან ხელისაწევით, ან პირდაპირ ჩართვა თუ გინდათ, სრული თავისუფლება არის. თუ არ იქნება მომენტის შესაბამისი, მე გეტყვით, დაიცადე მაგეთქვით, მერე დაუბრუნდებით, ასე რომ. აქაც ესე იგი მინდა რომ ესე იგი ვნახო რომ მან აღნიშნა რომ არსებობს რაღაც ფაქტები, მონაცემები და მე არის ესეთი, რომელსაც თქვათ ფაქტს ვერ დაარქმევ. ხო ეს რბილი მონაცემები დავწერე, როგორც ტონი, ენერგია, სურათი, რაღაც სიგნალი, რომელიც შეიძლება მართლა იყოს, შეიძლება მომეჩვეინოს, ამიტომაც ცოტა რბილია, ხო? და აქ პატერნიც ცოტა არის ამაში ჩამჯდარი, იმიტომ რომ თუ მაგალითად კოუჩი ადამიანი მუშაობს რაღაცასთან და რაღაც საკმაო ინფორმაცია აქვს, შეიძლება იმით რომ ისიც ადამიანია რაღაც ისეთთან ასოცირდეს, რომ ესეც შეიძლება რაღაც დონეზე მივაკუთვნოთ ინტუიციის ნაწილს, თუმცა ესე სრულად და ცხადად ვერა. და ის რო ჩემთვის ინტუიცია, ცნობის მოყვარეობის ნაწილია და ინტუიციასაც ცნობის მოყვარეობით შეიძლება მოვეკიდოთ და შეიძლება რაღაც ისეთი კარი გააღოს ან მიმართულება მოქცეს, რომელიც შეიძლება მანამდე არ ჩანდეს. ხო და ეს წახლოს არის, ხო საწყისი აზრიო, აქაც სათაურში ეს მიწერია, რომ სანამ ლოგიკა ახსნის, მანამდე რაღაც ინფორმაციასთან წვდომა. რომ ეს უნარია და ამ უნარის გამოყენება ხო არის მიდგომა, ალბათ სასურველი, რომ ჩვენ რაღაცა ესეთი აზრი მოგვდის, ესეთი გზნობა მოგვდის, ესეთი ფიქრი გვაქვს, შეგრძნება გვაქვს, გუმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის დაბალანსება, პატივისცემით ვიტყოდი რა, თავმდაბლობა წერია, მაგრამ ჩემთვის პატივისცემა და რეალიზმი არის ის, რომ ვაწვდი და კლიენტთან ვამოწმებ, ხო არ მინდა რომ კლიენტს წავართვა ავტორობა და მინდა აუცილებლად გავარკვიო მისთვის ეს რამეს ნიშნავს თუ არა. და იმ შემთხვევაშიც კი თუ დარწმუნებული ვარ ნიშნავს და სიგნალის მაძლევს ნიშნავს, მაგრამ კლიენტი ეძახეს რომ არა, მაგ შემთხვევაშიც ცოტა ესეთი მიდგომა არის ალბათ სასურველი, რომ პატივიცე კლიენტს უთხარი, მაგრამ არ ვართ მე, ახლა თერაპიასთან და ექიმისგან განსხვავებით, როდესაც უფრო სხვა დონის ინფორმაცია აქვს და მას შეუძლია იყოს კოუჩი, ესე იგი თანაბარი ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ჩვენ არ ვაწვევით რაღაც ისეთ მიმართულებით, რისკენაც არ მოყვება კლიენტი. შეიძლება ოდესმე წამოყვეს, ან თავის გონებაში წამოყვეს, იმ მომენტში არ მოყვება, ოკეი. და რადგან კითხვა იყო, რომ ეს რომელ კომპეტენციებს ეხმაურებაო, აი ამ კომპეტენციებს იმის გამო, რომ საშუალებას გვაძლევს, რომ მეტად ვიყოთ აწყო მომენტში, ხო, presence ინგლისურად, ხო, ანუ რაც უფრო ჩემთვის ეს რაღაც სიფაქიზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში და განსაკუთრებით პროფესიონალურ საქმიანობაში და ეს ინტუიცია ჩემთვის ძალიან ფაქიზი თემაა. და ამიტომაც მეც ისეთი მიდგომა მაქვს, რომ
არც ძალიან ჩავაფრინდე და არც საერთოდ არ შევეხო. ხო? და ეს აი ცნობიერება დაწყო შეყოფნა ჩემთვის აი სიფაქიზის დანახვის და მისი გაცოცხლების მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, ну აქტიური მოსმენაც თუ ეხა მარტო სიტყვებს უსმენ, ან კიდევ უარი შემთხვევაში მარტო ჩემაზრებს, ალბათ არ არის ის ინტუიცია, რომლებსაც ჩვენ კოუჩები ინტუიციას ვეძახით და გვინდა რომ გავაღვივოთ ან გამოვიყენოთ. ჩეთში არის რამე გთხოვ, სოფო თუ რამე ესეთი არაც იმ მომენტ შესაბამება, რო გამიზია, რომ არ ვიცი რატო ვერ ხედავ ჩეთს ალბათ სკრინის გაზიარების გამო. და ნუ ცნობიერების გაღვივება, ესეც ცნობიერებაც იგივე presence-თან არის კავშირში იმაში, რომ კლიენტმაც რაღაცა ახალი პერსპექტივა აღიქვას, რაღაც სხვა ხედვა. ინტუიციას მაგალითად ხშირად ვიყენებ ხოლმე, როცა მეტაფორას ვეძებ, ხო, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვიცი რა მეტაფორა იმუშავებს კლიენტთან და ხანდახან ისეთი მეტაფორა მომდის ხოლმე კლიენტსაც და მეც გვიკვირს რამდენად შეესაბამება სიტუაციას. ხანდახან საერთოდ ესეთი მეტაფორა მოწმა საერთოდ არ შეესაბამება და ეგ არის ინტუიციის თავისებურება, რომ ვერ გავიგებ ხოლმე ჩემგან მოდის, კლიენტისგან მოდის, სივრცეშია თუ რა არის და თუ მარტო ჩემგან მოდის და სივრცეში და კლიენტთან არ არის, მაშინ თავმდაბლობა ოკეი, არ შეესაბამება, მოდი სხვა ვცადოთ. ხო, და ესეც აი ნდობა და უსაფრთხოება ეს მოწყვლადობის ნაწილია ჩემთვის. ეს მოწყვლადობა ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა, ძალიან არ შევიჭრები, მაგრამ ის რომ ესეთი წყალთან კავშირშია პირდაპირ დინებასთან კავშირშია და მე თუ ჩემ თავს უფლებას ვაძლევ, რომ რაღაცა შეიძლება შემეშალოს და ამას ვიძახი კიდევაც და საქმითაც ვაჩვენებ, გაცილებით უფრო ადვილი არის ალბათ კლიენტისთვის, გაცილებით თუ არა, უფრო ადვილი მაინც არის, რომ მანაც თავს უფლება მისცეს, რომ შეიძლება რაღაც ისეთი თქვას, ან ისეთ თემისკენ წავდეს, რომელსაც სრულად ვერ დაამტკიცებს და მოწყვლადობას აჩენს. ეს მოწყვლადობა საშუალებას იძლევა, რომ უფრო ერთად ვიყოთ. განსაკუთრებით ისეთ თემაში, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანია, ფაქიზია და სხვადასხვა დეტალებია. ნიკო, დიახ. რადგან კომპეტენციებზე ვსაუბრობთ, ნატალიას აქ ჩატში მოწერილი კომპეტენციებთან დალინკული არის და წავიკითხოთ მაშინ, ხო? თუ დაასრულე, ხო არ ჩაგეჭერი. არა. Dance in the moment იყო ის კომპეტენცია, რომლის გამოც მოვედი კოუჩინგში. მე 11 კომპეტენციაში შედიოდა, ამოიღეს, მაგრამ მახსოვს და ვიყენებ. შინაგანი ცეკვის კოუჩი ვარ პრაქტიკულად. ნატალია, ეს ამ კოაქტეურში Dance in the moment პირველი არის რა, აწყოში ყოფნა და იმპროვიზაცია, ხო, რომ ეს არ არის რაღაც ყოველ შემთხვევაში კოაქტეური ესეთი მიდგომა, რომ აი გაწერილია და ამ სისტემას მიყევი და პასუხებს ნახავ და ასე შემდეგ. არა. ეს არის რა თქმა უნდა პროფესიონალიზმს ითხოვს და ცოდნებს ითხოვს და რაღაც ინსტრუმენტების ცოდნას ითხოვს, მაგრამ ამავე დროს იმპროვიზაციას. ჩემი წარმოდგენით ცხოვრება ესეთი თვად მექანიკური არ არის, რაღაცები იცვლება და თუ არ ვარ მომენტში და ჩემ თავს იმპროვიზაციის საშუალებას არ ვაძლევ და იმპროვიზაცია ყოველთვის ასე დახვეწილი და იდეალური არ გამოიყურება, მაშინ ალბათ ვერ ვარ იმ მთელ სამყაროსთან ან რაღაც ნაწილთან მაინც რაც კლიენტია, ან რაც რეალობა არის. ასე რომ მეც ძალიან მეხმაურება ეს რომ იცეკვე მზადიყავი მომენტში იმპროვიზაციისთვის. შეიძლება შევთავაზო, არ წამომყვა ეს. შეიძლება ისეთ რაღაც გავაკეთო, რომ მე თვითონაც არ წარმომდგენია და იმ ადამიანისთვის ზუსტად ის იყოს, რაც იმ მომენტში გამოადგება, რომ რაღაც ერთი პატარა ნაბიჯი მაინც გადათქვას. და ნუ ცეკვა ხო ეს ეინშტაინის გამოთქვა არის, ხო, მასწავლეს სწორედ როგორ ვიცეკვაზე, რომ ბევრი შიგთავსი აქვს, მადლობა ამ გაზიარებისთვის. ოკეი. აი ეს უკან ფონი დაახლოებით ის არის თუ ჩემთვის რა არის ინტუიცია, ეს პატარა ესეთი
falling star როგორ ქართულად არწკეც რაღაც ვარსკვლავი ხო რომელიც ციდან ვარდება რომელიც ესეთ პისიერია რა თუ ესეთი სათუთი და ფაქეზია რომ თუ ესეთი ფართო ხედვა არ მაქვს და თან მზად არ ვარ რაღაცა თუ შევამჩნევ თქო აი ანუ რაღაც იქნება მაშინ ფუ გაქრება თუმცა სხვადასხვა ადამიანისთვის ალბათ სხვადასხვანაირად არის ეს ინტუიცია ხო ზოგის ხეულში გზნობს ზოგს ვიზუალი მოსდის ზოგს რაღაც სიტყვა ესმის ზოგი რაღაც სიცივეს ან რაღაც ენერგიის ცვლილებას აუთავიქმება ზუსტად არ ვიცი და შეიძლება ჩემშიც არ მაქვს დახვეწილი თუ საიდან მოდის ეს ინტუიციის ნაწილი მაგრამ ჩემთვის აი ყველაზე უფრო ეს პატარა ფრინავი ვარსკვლავი არის ალბათ ყველაზე უფრო ახლოს იმასთან თუ როგორ მოდის ჩემთვის ინტუიციის სიგნალი. აქაც თუ იმას გინდათ გაზიაროთ თან თქვათ ჩეჩიან პირდაპირ როგორ ამჩნევთ ხოლმე ინტუიციას თხოვთ გააკეთოთ. მე შემიძლია ვთქვა, ეხლა უცებ, ანუ აი რასაც ვისმენ, საით წავიდა ჩემი გონება. ანუ ესე პირდაპირ არ მქონია მანამდე კავშირი, მაგრამ ახლა რაც მოვისმინე, მაღალ ემოციურ ინტელექტს უკავშირდება, აი მაღალ IQ-ს, ასე რა ვთქვა. ანუ შეგრძნების დონეზე თვითონ როგორ გრძნობ ვიზუალურად თუ ისე არ ვიცი, მაგრამ აი ცალსახად ახლა რაც ვისაუბრეთ, ჩემი გონება წავიდა მაღალი IQ-ს ფარეს. ერთი გამოვსახოთ, რაც ნუ ალბათ ხო ან კოუჩების თემაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარია, უბრალოდ ერთი მთავარი რომ მკითხონ კოუჩ რა უნდა ქონდეს ყველაზე მთავარი ერთი სიტყვით ალბათ მაღალი IQ. რაც ხშირად IQ-ს აღემატება ბევრად და ჯობს. მადლობა. ხო, ანუ ვიცოდე გზნობები ხო, ქართულად რაც emotional მადლობა. ლამაზი. სხვას თუ გინდათ გაზიარება. ნინო? არა, ხელი დამეჭირა. გისმენ ციცები. კაი, გავაგრძელებ. აგრეთვე ინტუიციას ბევრი რამ ახერხებს. შეიძლება აფერხებს, შეიძლება თვათ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ჩამოთვალე, რაც პირველი მომივიდა. ის რომ საერთოდ არც ვაპირებდა ინტუიციის გამოყენებას. თუ განზრახული არ მაქვს, ან მე არ ვამოწმებ, ან მენტორი არ მყავს, რომელიც ამ ინფორმაციას მაწვდის, შეიძლება საერთოდ არც კი გავიაქტიურო უნარი, არც კი მივცე სივრცე და საერთოდ არ იყოს. შეცდომის შიში. ეს მე მგონი დიდი რამ არის. განსაკუთრებით ეს პერფექციონისტი თუ ყავს გააქტიურებული, შეიძლება ეშინოდეს, ვაიმე, რამე ესეთი არ თქვა, ან რას იფიქრებს, ან რომ შემეშალოს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ინტუიციასთან თვათ ვერ მეგობრობს. ხო, თუ ძალიან მინდა რომ დავიჭირო, ეგ როგორც ნახატში არის, ხო, თუ მინდა დავიჭირო, მის ხლტება. ხო, ესეთი გამოძახებით მე პირადად არ მომდის ხოლმე ინტუიცია. თუ ეს პრაქტიკულ საუბრს რო გავაკეთებთ, უფრო გახსნილი ვარ, უფრო მეტი შანსი არის, რომ რაღაცა დავიჭირო. ხო, ესეც აღინიშნა, ხო, რაღაც დაუმუშავებელ მასალასთან, რაღაც ჩემში თუ არის რაღაცა და ეს შფოთი იყო, ხო, ნახსენები, ანუ რაღაც თუ არის, რაც შიგნიდან მღრღნის, შეიძლება შემეშალოს და მეგონოს, რომ ან გარედან, ან კლიენტისგან მოდის. ასე რომ მგონი რომ ამ დამაფერხებლების საპირისწონე გააჩნია თითოეულისთვის რა არის ძირითადი ან რა კომბინაცია, მაგრამ რაღაც მზაობა, გახსნილობა, პოპულარული სიტყვა კოუჩინგში, ძალიან არ მიჯაჭვა და მოწყვლადობა, რომ შეიძლება შემეშალოს, ან უადგილო რაღაც გავაკეთო, თუმცა გამბედაობით გულადობით შემიძლია ალბათ ესეც დავაბალანსო.
ნიკო, ჩატში გვაქვს ერთი კომენტარი. უფრო წინა სლაიდს ეხება, როგორც ხვდები, ნატალია გვწერს, აქ შემოთავაზებულთაგან ენერგია, სხეული, სურათი, ესენია ჩემი წამყვანი ინტუიციური ძალები. მადლობ ნატალია. და ამ სლაიდთან მე მაქვს გაზიარება, გავაზიარებ თუ შეიძლება. ხარო გისმენდი თითქოს თავისუფლებასთან დაილინკა ჩემთვის. ეხა გავაცნობიერე, რომ რაც უფრო თავისუფლად ვარ, მით უფრო შემიძლია ინტუიციას ვენდო ან არ ვენდო, ხო? აი რაღაცნაირად თავისუფლად როცა ვარ, აი relaxed, ვენდობი, ასე ვთქვათ, პროცესს, მაშინ მუშაობს კიდეც სწორად, ასე ვიტყოდი რა. ჩემ შემთხვევაში. ხო. სრულიად ჩვენთან ვარ ხო, რომ კოუჩინგის აგრეთვე სიფაკიზე მაგაშია, რომ თან ფოკუსი მაქვს, რომ რაღაც მიზანი მაქვს, ხო, რაღაცისკენ მოძრაობთ, ხო, რაღაც ეგ გაცნობიერების გაღრმავება, რაღაც ცვლილება და ამ დროს იმდენად მოდუებრო, რომ არ დავიძაბო ამისგან და ან კლიენტი კიდევ უფრო არ გავჭედო, ან ერთად არ გავჭედოთ, ან მისი მღელვარება არ გადმოვიდეს. კი, სრულიად ჩვენთან ვარ, რომ თავისუფლება საინტერესო სიტყვა არის ალბათ ამის გამოსახატავად. თან ეს რომ უფალი რო შედის ამ სიტყვაში კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემთვის. ხო, მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ხო. კარგია. თავისუფლება. კარგით, აქ რამდენიმე შემოთავაზება არის, თუ როგორ შეიძლება გავახმოვანოთ ინტუიცია, ესე იგი, სიტყვების შერჩევა შეიძლება მთლად იდეალური არ გავაკეთე, მაგრამ რაღაც ისე შეთავაზება მიჯაჭვულობის გარეშე, ფიქრობ, ალღო, გუმანი, რაღაცა ვიგძენი, ასე შემდეგ. ან პირდაპირ ჩემი ინტუიცია მეუბნება, თუმცა ეს არ ვიცი ვისთვის როგორ ხო, ვისთვისაც ახლო ინტუიცია ალბათ შეიძლება ამის თქმაც, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ არ ვთქვა რომ მე ვიცი, ან ხედავ ან რაღაცა, თუმცა ზოგი ალბათ და რაღაც სიტუაციაში ესეც შეიძლება, მაგრამ მე ვერ ვიდები ეგეთ რაღაცებს. და ალბათ ისე სიმშვიდესთან და თავისუფლებასთან კავშირშია, რომ ეს თქვა და დავტოვო კლიენტს სივრცე, რომ ნახოს მისთვის რამდენად რეზონირებს, ხო, რამდენად რამეს აძლევს. ამ ქვემოთ დახატულ გამოსახულებასთან ერთად გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, რომელიც არის პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც მოდის წიგნიდან 5 ways to lead, ლიდერობის 5 გამოვლენა. ეგრე თარგმნი, კოაქტიურ კოუჩინგის ნაწილია ესეც. და აქაც ცოტა სხვა კონტექსტია, მაგრამ ჩემთვის ერთი და იგივეა, რომ როგორ შეიძლება ეს ალღო, ეს გუმანი, ეს ინტუიცია გავაქტიუროთ. ვისაც გინდათ გააკეთეთ ჩემთან ერთად, ვისაც არა. არა, მე გავაკეთებ. ესე იგი, 3 რაღაცისგან შედგება, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ეს არის ერთი embodiment სავარჯიშო, განსხევლების სავარჯიშო, რომელიც შემიძლია ალბათ რაღაც მომენტში კაი ფიზიკურად რო გავაკეთო, იმისთვის რომ მე წარმოსახვით რო გავაკეთებ, ამან იმუშაოს. ჯერ ამას შემოგთავაზებ და მე შემოგთავაზებ, მე რას ვაკეთებდი მანამდე, სანამ ეს სავარჯიშო ჩემთვის ცნობილი გახდებოდა. ესე იგი, სავარჯიშო 3 ეტაპია. დგევართ მყარად, ორივე ფეხზე ცოტა გაშლილი და ხელები გაშლილი, ვითომ ანტენა ვარ და ეს ანტენა მომართულია სივრცეში, რომ მზად არის დაიჭიროს, თუ კი რამე ინფორმაცია მოდის სივრცეში. თუ კი რაღაცა დავიჭირე, მაშინ ამ ინფორმაციას, ამ ქცევას ესე ვაძლევს ხო, ანუ სიტყვერად ვაჟღერებ მაგალითად, ვაწვდი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ არ ვიყო მიჯაჭვული და არ ვცდილობდე ვიყო მართალი, მე ხელები ესე დაუშვა ქვემოთ, მოგეცი და არ ვარ მიჯაჭვული. ეს არის მთელი სავარჯიშო, ვინმემ თუ გააკეთეთ ან წარმოიდგინეთ და რაღაცის გაზიარება. ნიკო, რაღაც გამახსენდა.
ხო თეორ. გავაზიარებ. 5 რიტმის ცეკვაზე მახსოვს, აი ხანდახან ცეკვის დროს მუშტს მუშავდი ხოლმე და მახსოვს, რომ მეუბნებოდა ხოლმე ტრენერი გაშალე და როცა ამას ვაკეთებდი, გრძნობდი, აი როგორ ფართოვდებოდი, როგორი ღია და გახსნილი ხდებოდი ადამიანების მიმართ, სიტუაციების მიმართ და პროცესში რატომღაც ვერ ვამჩნევდი და სულ სხვა შეგრძნებები და ემოციები იყო და მე უკვე თქოს აი სხეულმა ისწავლა ეს გაფართოება გახსნა და ეხლა ზუსტად შენ რომ ეს დავალება შემოგთავაზე აი რატომღაც ეს მოგონება ამოტვირთვიდა გონებაში მადლობ გაზიარებთ მე მიყვარს 5 რიტმის პრაქტიკა და ხო სხვადასხვა ექსპერიმენტებს ვატარებ მეც მაქვს მიდრეკილებები ხო ხო ალბათ ინტუიციისთვის თაგონებისთვის ალღოსთვის რაღაცაზე მიჯაჭვულობა ნამდვილად ვერ მუშაობს და ამიტომაც ეს გაშლა მისაღებად გაშლა მისაწოდებად და გაშლა არა მიჯაჭვისთვის საინტერესოა რომ სამივეში ესეთი გახსნილი ხელებია თუმცა აქვე დამატებამდე რომ ხანდახან მნიშვნელოვანია რომ რაღაცას ჩავებყავჭოთ და რაღაცა არ გავუშვათ თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ვერ მე მაქვს კითხვა ეს სავარჯიშო ვიზუალიზაციითაც მუშაობს თუ მხოლოდ ეფექტზე დამდგარი დროშა წარმოვიდგინე სესიასა და სესიას შორის უცბად ამას რომ ვაკეთებ და ვიღაცა რომ ხედავ ამ დროს იმან რაღაცა ისეთ ადგილზე რომ ვარო ხო აი ნაწილში ხო თუ აუცილებელია ფიზიკურად გააკეთოს ბევრი პასუხი მაქვს ამ კითხვაზე 1-2-ით დავიწყებ და იმედია გამოგადგება მაგათად NLP-დან მახსენდება თუ რაღაც ეგეთი პრაქტიკა არის სასურველია რომ სანამ ახლა კლიენტთან შეხვედრაზე ხარ მანამდე აკეთო შენ თვითონ და თან აკეთო ძალიან ნელა და ძალიან ცნობიერად და მე შეხვედრაზე იმის მაგრად სრულად გააკეთო აი სუპირველი საწყისი მოძრაობა გააკეთო რომ მე ეს სხეულში თვითონ გააქტიურდეს და იყოს ხო როგორც მაგათად 5 რიტმის ცეკვაზე სადღაც სიტუაციაში ვერ დაიწყებ ცეკვას მაგრამ თუ ნაცეკვი გაქვს და გამოცდილი გაქვს მარტო იმის გაფიქრება რომ ცოტა მაინც გავშალო ხელი უკვე შეიძლება დაგაკავშიროს იმ გამოცდილებასთან რომელიც მთელი სხეულით აღიქვი ეს ერთი და მეორე პასუხი რაც მომევიდა არის საჯარო გამოსვლების ტრენინგებს ვატარებ ხოლმე და იქ არის აი სივრტკიცე და თვითდაჯერებულობა და ეგეთი ნაწილები და მაგალითად აი ესე დაждომა ან ცოტა გაშლილად ხო ან ცოტა მხრების გაშლა ელემენტარული რაღაცეები რომლებიც ხო თუ ძალიან ესეთი ვარ თვით გამსჭერლით რაღაცა შეიძლება ზოგისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ რაღაც ესეთ სხეულით გაკეთება, ისიც რომ დაგინახონ ხალხმა, მაგრამ შეიძლება მთლად ახლა ანტენაზე 5 წუთი დგომა არ იყოს. ეგეც მუშაობს ასე უხეშად რო თქვა რა, ასე რომ ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ნახეთ რა რომ რა სიტუაციაში რა ოკეი არისთვის ხართ მზად და ის ხალხი და საზოგადოება სადაც ხართ რამდენად მიიღებს ამას ან არ მიიღებს ასე რომ ექსპერიმენტები მოკლე პასუხი ეს არის მადლობა მადლობა ითხოვისთვის არტით ხო ჩემი ერთ-ერთი ესეთი ამ ინტუიციის გამოყენების მაგალითი კლიენტთან ვიმუშავე რამდენიმე სესია და სულ მიზანი ქონდა მარტო აი შთაგონება და ენერგია და რაც არ ვაკეთებთ რასაც არ ვცდილობ არა რა არ მიდის არა და ეგ აქვს თემა მეთქი დაიცა ხა გავხსენე ჩემი ანტენა მეთქი და რა გართმევს ენერგიის ყველაზე დიდი ხვრელი სად არის და აღმოჩნდა რომ თურმე ესეთი ურთიერთობა აქვს უბრალოდ რომ ის მთელი ამის პრაქტიკები რომ ეს ენერგია შეივსოს ჩემი ინტუიციის მიხედვით ეს არ იყო საკმარისი და ამიტომაც არაფერი გამოდიოდა ასე რომ ეს ხა მახსენდება იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი დრო ჩავდეთ და მცდელობა და მე ინტუიციამ ისეთი რაღაც მოიტანა რაც
მიმახვედრა მე მაინც მე მგონი კლიენტიც რომ ეს არის მისახედი რა და რა ეს ხო გოჩა მე საერთოდ სესიაზე არც სესიამდე არც სესიის დროს აი ინტუიციაზე არ ვფიქრობ ერთადერთი რა მაქვს თავში ეს მატრიცაშია ჩადებული რომ ინტუიცია რომელიღაც კომპეტენციის მიხედვით უნდა გამოვიყენოთ კლიენტის სასარგებლოდ და მე საერთოდ მავიცდება ეს სიტყვა ინტუიცია და არ ხმარობ ამას ხმარობ ჩემი დაკვირვებით ჩემი რაღაცა ხო მაგრამ მე შევამჩნიე რომ აი ვუსმენ კლიენტს და ვცდილობ არავერბალურ მხარესაც მივაქციო ყურადღება და კიდევ ერთხელ ვიტყვი ინტუიცია არ მახსოვს საერთოდ ეს სიტყვა და უცებ რაღაცა გამიელვებს ვერ მიხვდი ეს ინტუიცია არის თუ იქიდან გამომდინარე რასაც კლიენტი ამბობს და მე ვაკვირდები და ამას არ ვაჟღერებ ისე უბრუნდები ჩემ საწყის მდგომარეობას როგორც კი ამას გავაცნობიერებ და უბრუნდი და აი მე რაღაც პერიოდის შემდეგ მეორე სესიაზე ან მყავს მე 10 ციკლიანი კლიენტებიც მე აღმოჩნდება თურმე მე მართალი ვყოფილი აი ეს აზრი იყო მართალი აი აქ იმარხება რაღაც მისი პიროვნების რაღაც გამოწვევა ან მისი საკითხის ხო და უბრალოდ როგორ ფიქრობთ ეს რა არის ინტუიცია თუ ლოგიკური თუ ცნობიერმა გამოიტანა ეს დასკვნა როდესაც უსმენდა ნამდვილად ვიცი თუ კი ვიცი ალბათ ყველაზე ახლო ამასთან ან შენობით ხო ან შენ იქნები ან შეიძლება ვინმე ტრენერი ან მენტორი თუ ყავს ის შეიძლება დაგეხმაროს მე ნამდვილად არ ვიცი ხო ეს ინტუიციაცთან ესეთი რაღაცა რომ თლად ვერ ჩაავლებ ხელს მაგრამ ხო მეც ეს მომეწონა რა რომ აი რაღაცა გამიელვებს და მე გამოჩნდება და მე თვითონ მენტორინგის დროს ეს მაქვს ხოლმე რომ მეუბნეო რა აი აქ ბიჭო რაღაცა იყო და გაუშვი რა და ამიტომაც ხა ვცდილობ ხოლმე რომ უფრო აწყოში ვიყო მგზნობიარე ვიყო და თუ რაღაცა არის არ გაუშვა რა გაუბედო და ვთქვა ოღონდ ისე ვთქვა რომ როგორც მიხსენე უფლების თხოვნით პატივის ცემით და წინასწარვე ხანდახან როდესაც ვაცნობ კლიენტს კოუჩინგს და ჩემ თავს ვეუბნები რომ როიცოდე კოუჩინგის ნაწილი ინტუიცია ხანდახან შეიძლება გთხოვ გაგაჩერო და რაღაც გამთქვა არ ნიშნავს რომ ვიცი ეს ამის ნაწილია შენთვისაც არის და ანუ ესეც ჩემთვის წინასწარი მიზნის და პრაქტიკის ამბავია და რა და როგორ ჯობს არ ვიცი უკვე კლიენტს გააჩნია და შეიძლება ხანდახან მოცდაჭდობს. არა, დიდი მადლობა აწი ასე მოვიქცევი რომ პირდაპირ რბილად როგორც ეს შეეფერება წარმოვდგენ კლიენტს აი ამ ჩემ უნდა ვარქვათ ინტუიციას. რაღაც ეს მომივიდა მეტაფორა რომ ხო მაგალითად აი ახლა სახში ვარ და მინდა აიქ მისვლა ხო ჩორლებრივ გზა იქნებოდა რა ვიცი მაგალითად ან გავიდე ეგრე გზას მიყვეტო და მივიდე და ამ დროს ვეძებ გამიადოს ბიჭო იქნება აი გზა არის გასასვლელი ხო გავხედა და რაღაცა ხო და შეიძლება ამდენი დრო დამიზოგოს თუმცა შეიძლება მეგონოს რომ გზაა და მივიდე და იქ გაუვალშიც აღმოჩნდა ასე რომ ხანდახან ალბათ ღირს ამის ცდა შეიძლება ცოტა გააჩეროს ეს გრძელი გზით სიარული მაგრამ რატომაც არა მადლობ კოჭა რომ გადაწყვიტა რომ აწი არ გავუშვებ მიყვარს ძალიან მაინტერესებს რა გამოვა და ხო ესეც როგორ შეიძლება არ დამჭირდება 3 სესიის ლოდინი რომ იმ სესიაზე შეიძლება ამ ჩემმა დავარქვათ ინტუიცია უფრო რაღაც სასარგებლო იყოს კლიენტისთვის და შეიძლება კლიენტმაც ისწავლოს რომ ხანდახან არა აუცილებელი რომ ყველაფერი იცოდეს და ყველაფერი გამოთვალოს და ჩამოწეროს არამედ რაღაც გუმანი
ეს ალღო თუ აქ გამოიყენოს და იქნებ გაუადვილდეს ცხოვრება და რა ვიცი, თან შედეგიც მადლობა. რაც უნდა დადოს. მადლობა. Okay. ხო, თუმცა ხო, ყოველთვის ამ ინტუიციაზე დამოკიდებულებაც არ გვინდა. აუცილებელი არის ჩვენი რაც ვისწავლეთ, რასაც პრაქტიკობთ გამოცდილება გამოვიყენოთ და ამავდროულად გავავარჯიშოთ, ხო? მაინც გვინდა დავეყრნოთ ესე კლიენტის სიბრძნეს, ხო? მე თუ ყველაფერი ვიცი და ჩემი ინტუიცია თუ ყველაფერს მეუბნება, როგორც მე მასწავლებლის კოუჩინგში, ალბათ თქვენს დამოკიდებულების შექმნა არ მინდა, მკითხავი არ ვარ, რომელთანაც უნდა მოვიდეს და ფული გადაიხადოს და მე უნდა ვაძლიო ჩემი მანტენიდან მიღებული ინფორმაცია. ეს კოუჩინგი ჩემ წარმოდგენით არ არის. თან პროფესიონალიზმი და თან თუ არის ეს რაღაც საშუალება რა უფრო მოკლედ და სწრაფად, რატომაც არა. მე მაგალითად მიყვარს ხოლმე თუ რაღაც უფრო ადვილად შეიძლება, მაშინ ადვილად გავაკეთოთ. ეს მიწერს რომ ნანას შემოსვლა უნდაო. სოფო ალბათ. ხო. და რა თქმა უნდა ქართველმა მგოსნებმა, არა მარტო ქართველმა და შემოქმედებმა, მე მგონი ძირითადად ამას ეყრდნობიან, ხო არ ვიცი, ვინ რას ქმნის ზუსტად ნასწავლი ინსტრუქციების მიხედვით, ასე რომ თუ არ გვაქვს გამოყენებული, ჩვენც ვისწავლოთ და გამოვიყენოთ. მარტო ლოგიკური ინფორმაციაზე და დაყრდნობით შეიძლება ვერ შევქმნათ ისეთი რამ, რასაც ტაბიძე ქმნიდა და აი ეს კითხვით მინდა დღეს დავასრულო. შენში რა გეხმარება, რა გარემო მდგომარეობა, რა შეიძლება დაგეხმაროს იმისთვის, რომ ეს ალღო, შთაღონება, ინტუიცია რავი, ან გააღვივო, ან გამოიყენო, ან გაბედნო და ექსპერიმენტები ატარო მასთან. მასე პასუხი ხლა აუცილებელი არ არის, მაგრამ დაველოდოთ. თუ გინდა ეხაც ინტუიციურად იქნებ მანდვე მოგცეს პასუხი, ხო, რომ სად არის და როგორ შეიძლება მისთვის სივრცის მიცემა. ეს იყო. ой, გადავაცილე დროს ბოდიში. ეხლა დრო არის რომ ვინც აქ სოფო თქვენ. უკაცრავ დავწიე ხელი? სოფო, შეგიძლია თქვა პრინციპში კი, ვიტყვი მაშინ, ხო, უბრალოდ მე თქვეს რომ ისეო დროს გადავაცილეთ, ხო ამიწევი აგერ მაგ. რა, მე გადავაცილე თქვენ არა. ჩემგან. პირადად მე მაგალითად ძალიან მეხმარება სურვა, ზოგადად მედიტაციები, იოგა, ანუ როგორ რაღაცა იცით, ფიზიკურად როცა ვიღლები მაშინაც მომდის რაღაც შემოჭრილი ეს აზრები და პასუხები, რაზეც ველოდებოდი დიდი ხანი პასუხებს და ხო, სიმშვიდე. ეს იოგის დროს, მედიტაციის დროს, ძირითადად იოგის დროს და ანუ ფიზიკურად როცა ვიღლები, მაშინ რაღაცნაირად უკვე ცნობიერი ეტყობა რომ იღლება და რაღაცა მიგდებს ქვეცნობიერი რაღაც პასუხებს რა. ხანდახან სიზმრის სახითაც ყოფილა რაღაც პასუხი მიმიღია და მე შვიდად ვარ, აჰა, всё გასაგებია და ისე ყოფილა მე უკვე. ხო და რა ვიცი, მე ვფიქრობ ეს მაინც ჩვენი ტვინის მუშაობის პროცესია რა, ეს ინტუიცია, ქვეცნობიერის რაღაც გადამუშავება სულ ხომ მიდის რაღაც პროცესები და პასუხს გვაძლევს, მე გვაწვდის რაღაც ლამაზად. მადლობს გამახსენდა. მარტო ტვინის მუშაობა არ არის, იმიტომ რომ ხანდახან არ გვაქვს ინფორმაცია რაღაცასთან დაკავშირებით და შეგვიძლია წინასწარ რაღაცა განჭვრიტოთ, რომელიც ჯერ არ მომხდარა, ხო, ესეთი რაღაცა. ანუ ეს ინტუიციასთანაც არ არის კავშირი, ეს სხვა რაღაცაა კიდე. ხო და ნუ სხვა რამეა, ნუ პრინციპში ხო. შეიძლება ინტუიციაც იყოს, არ ვიცი.
მადლობ კაზერვ და გამახსენდა დაგპერდით რომ მე როგორ ვაკეთებდი მანამ ამ სავარჯიშოს გავიგებდი ესე იგი რამდენიმე წელი ვიყავი მოხალისე იოგას ინსტრუქტორი და გაკვეთილს ვიწყებდი და ვამთავრებდი ჩემ გონებაში გამეორებდი რომ მე არ ვარ რომელიც აკეთებს მაღალი შემოქმედია რომელიც აკეთებს და ყველაფერი მისგან მოდის და მასში არის და თან წარმოვიდგენდი ამ სივრცეს სადაც მე ვიყავი და დამსწრები რომ ამ სივრცეში ეს გავლენა ყოფილიყო და კი რა თქმა უნდა ბევრი მომზადება, ცოდნა და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან მივენდობოდი ხოლმე და რაღაც ისეთ რაღაცას ვიტყოდი, ან ისეთ ვარჯიშს შემოთავაზებდი, რომელიც თვად დაგეგმილი არ იყო. მეც არ ვიცი ეს questionnaire-დან მოდის ნომერად საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ესეთი პრაქტიკები უფრო სიტყვა გამოყენოთ, ზუყე იყო ან რაღაც უფრო სხვანაირი ჩემთვისაც და დამსწრებისთვისაც და ვინც აგრეთვე აიგივე მედიტირებს და უფრო მგზნობიარია, აღნიშნეს პირდაპირ, რომ ой, ეხლა რა ქენიო რაღაც შეიცვალა და ზუსტად ეს ქენი რომ წარმოვიდგინე, რომ აი სივრცეს მოიცავს ჩემი რა ვიცი რა თქვა ცნობიერება, რომელშიც მეც ვარ, კლიენტიც არის და ეს გარემოც სადაც ვართ. და მარტო ამ გაფიქრებით თუ რაც იქნება, სურვილით პირდაპირ უთქვიათ, რომ რა ქენი ხა? დიახ, გოჩა. სოფოს აქ ხელი აწეული. სოფო იყო ჩემზეც. სოფო არა, ბოდიში მე არ მაქვს აწეული, ეტყობა ხელი ჩამოწევა და მოვიდა. მადლობა. სხვა სოფოსა. WhatsApp-ით ესა. ნიკო, მადლობა. რაც ეხლა მოვისმინე და რაც მე დავადარე ჩემ თავთან, სოფოსგანაც, შენგანაც, შენი პრაქტიკაც, ხო? რეალურად ეს ინტუიცია შენ შემთხვევაშიც ალბათ და სოფოს როცა აღნიშნავდა, როდესაც გამყარი ხარ, ხო, მაშინ უფრო კარგად მოდის. ანუ ის რომ ეხლა შენ არ იყავი იქ და შემოქმედი იყო და ის შენით აკეთებდა ამ ყველაფერს გამყარი იყო. კოუჩებიც გამყარები ვართ სესიაზე, რეალურად იმ კლიენტის ქვეცნობიერების ჩასასროლად და ჩვენც ინსტრუმენტი ვართ დიდი შემოქმედის და ღმერთის ხელში იმ კონკრეტულ შემოქმედაში. ამიტომ სულად ყოფნა, სიმშვიდეს, არაფერზე ფიქრს, ну აი ჩემთვის პირადად ასე ვთქვათ გასხივოსებული კომპეტენცია, აი ძალიან წარიელი ტრიკი, წარიელი ფურცლით შედიხარ, ყველაფერს ივიწყებ, აი ამ დროს ხდება ზუსტად ალბათ ამ ინფორმაციის მოსვლა შენთან, როდის უნდა დასვა სწორად კითხვა, აი ამ მომენტში მიხვდა, როდის ჩავიდა ბირთვთან ღირებულება, რომ ეხლა უნდა იყოს ის გარდამტეხი კითხვა, ეს ყველაფერი მოაქვს პრესენსის მდგომარეობას, რომელიც თავად ჩვენ შინაგან სიმშვიდეს, შვიდად. კოუჩი ხარ, კაი კითხვა და აი ყველა ძლიერი კითხვა უნდა დაასვა და ყველაზე მარტივი კითხვა სწორ დროს დასმულს გაუკეთებია ყველამეცი ყველაზე მაგარი საქმე და ამიტომ მგონია რომ აი ეს შინაგანი მდგომარეობა რომელიც არის ზუსტად გვაძლევს აი ამ სიგნალებს ყველა თავის სახელს არქმევს ხო და ალბათ მაგ დროს აი ეს გაელვება რაც გოჩამაც თქვა ჯეროდ მასლავი კონდა რომელსაც კი და ჩაიჭირვა რა მედუბრალდა დაინახა მაშინ გაზიარო თუმცა ისიც არის რომ შეიძლება არ იყოს ეგრე და მარასწორებად და მაგის მიღებულობაც უნდა გქონდეს ოკეი არა უჩი გამოხდა ჩემი ინტუიცია შეცდა ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ სწორად და ფრთხილია და ფრთხილად მიაწოდა ეს ინტუიცია და ის თვითონ დაგიბრუნდა რომ ვიცი რა არა შეცდა შენი ინტუიცია არა უშავს ის ხდება ხოლმე ძალიან დიდი მადლობა ოს გამტარისის მადლობა კონდა სადღაც ჩადებული და გამოვჭა კი მნიშვნელოვანია ხო? ეს თავარი და ლელამაც მოიწერა რომ სხეულთან კავშირში და სხეულში ყოფნა ხო სხეულიც იმხელა სივრცე და იმდენ ძალა და ენერგია აქვს რომ მარტო ისიც უკვე საკმაოდ ბევრთან გვაკავშირებს მადლობ ლელამის. დიახ გოჩა და ნატალია
ექსპერიმენტი ახსენეთ თქვენ ნიკო და მე მინდა გაგიზიაროთ რომ ამ ექსპერიმენტებს დიდი ხანია ვატარებ საერთოდ ინტუიციასთან მიმართებით და ასეთი პატერნი შევამჩნი თუ საკითხი მეხება მე პირადად არანაირი ჩემი ინტუიცია არ მუშაობს ან მეტნაკლებად ისე რა მაგრამ თუ მე ვუსმენ და საკითხი ეხება სხვა ადამიანს მიყვება მის პრობლემას ან კოუჩინგსაც არ გულისხმობ კოუჩინგი თავისთავად ხო აი აქ ინტუიცია პრაქტიკულად არ მღალატობს ანუ ხოდა აი რა არის ეს ვერ გავიგე ეს სუბიექტური შეხედულება და ობიექტური ხო თუ აი როგორ არჩევს ეს ინტუიცია ამას მოკლედ ასეთი ექსპერიმენტი შედეგია ეს ჩემი ექსპერიმენტის ამ ეტაპზე და აი ეს დასკვნებს არ ვაკეთებ უბრალოდ გაგიზიარეთ რომ აი ასე და მეც ვიფიქრე რომ რა კარგია ხო რომ თვითონ ყველა თავისთვის ვერ ახერხებს ამ ინტუიციის და ყველაფრის ჩართვას და ამ კოუჩებს და ხალხს ვისაც გვინდა რომ სხვებისთვისაც ვიყოთ ეს სივრცე გრჩება და ამ რაღაც ერთიანდება ხო და მეც ეგრე ვარ ხო ჩემთვის თან თუ რაღაც ისე თემაა რომ ასე ვთქვათ გაჭედილი ვარ ძალიან მიმირთულდება ინტუიციის გააქტიურება თუმცა ხო როგორც სოფო მახსენა ხო ცურვა მედიტაცია იოგა ეგეთ რაღაცა მეხმარება მაგრამ ყოველთვის და ყველაფერში არა ასე რომ მათგება სხვა ადამიანებსაც შეუძლია ცოტა დისტანცია აიღოს იმისთვის რომ მარტო იმ პატარა თემაში არ იყოს გაჭედილი და ცოტა ცდომა კონდეს მეცე ალბათ კოჩა დიახ ნატალია მადლობა პირველი ის არის ჩემი აზრი რომ ინტუიციას ბევრი ვარჯიში უნდა და ერთგვარი პიროვნული სიმამაცე უნდა რომ ინტუიტიური იყო და მიიღო ეს შენს თავზე რომ ინტუიტიური ვარ კი მეორე ამბავი არის ის რომ საკუთარი თავი კარგია რომ გამოვრიცხოთ ხოლმე ანუ აი ეს ჩვენი რაღაც მოლოდინები ჩვენი ემოციები ჩვენი გამოცდილება რომ გამოვრიცხოთ და ესე ვთქვათ აი აბსოლუტურად აქ მომდის ესეთი ორი ჩემი ფასეულობა, როგორც არის თანხმობა და ნებისმიერობა. ანუ თანხმობაში ვარ ყველაფერთან, რაც იქნება და ნებისმიერად შესაძლებელია, რომ განვითარდეს ყველაფერი. აი, სოფომ რაზეც ილაპარაკა თავისუფლების კონტექსტში, აი, ჩემთვის არის თანხმობა და ნებისმიერობა. მერე ნუ შეიძლება მაღალი ინტუიტიური იყო, მაგრამ არ კონდეს სიმამაცე, რომ ეს გააზიარო, ანუ არ გჯეროდეს შენი თავის უბრალოდ, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი და აი ეს სიმამაცეც გაზიარებაშიც კარგი ამბავი არის. და მე მგონია, რომ ზოგადად ყველა ადამიანი ინტუიტიურია, იმიტომ რომ ესეთები ვართ ადამიანები ბუნებით, ანუ ინტუიტიურები ვართ, უბრალოდ ან ჩახსნილი აქ ადამიანის ინტუიცია, ან დაძინებული და გამოღვიძება და აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანში, მაგრამ აი როგორც შენ ბევრჯერ თქვი ნიკო სიფაქიზე, ხო მე მაგას სისათუთეს ვეძახი, ნუ ერთი და იგივე, აი ძალიან სათუთად, რბილად საკუთარი თავის გამორიცხვით, მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ ეხლა, აი ეს მიდგომა. და უბრალოდ ვარ რაღაც ინფორმაციის მიმღები და შენამდე მომტანი გამზიარებელი. ხო, შეიძლება პირველ ხანებში როცა ამის პრაქტიცირებას იწყებ, ცოტა მართლა მკითხავივით გქონია შენი თავი, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. მე ხვდები, რომ გაცილებით სასარგებლო ხარ. ვიდრე როცა შენი ინტუიციას ახშობ და გცხვენია და გერიდება და რაღაცა ზედმეტი წარმოდგენები გექნება შენ თავზე. არა, ჯობია მისცე ინტუიცია საშუალება რომ გამჟღავნდეს თავმდაბლობით, როგორც ძალიან მომეწონა ეს ფასეულობაც თავმდაბლობა, თუმცა შენ პატივისცემას ეძახი, მაგრამ ნუ თავმდაბლობა ძალიან კაია, ზომიერება. და კიდევ ერთი, მე გავიარე პრაქტიკული ინტუიციის კურსი, სადაც ძალიან გულუხვი ტრენერი ყავდა და მან მოგცა პრაქტიკული ინტუიციის ესეთი სავარჯიშო, რომელზეც გითხრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია გაუზიაროთ, ვისაც ეს უნდა. და თუ
გსურთ, შემიძლია თქვენც გაგიზიაროთ, იმიტომ რომ გამიზიარებია ეს. ძალიან გულუხვი იყო ის თვითონ ტრენერი, ვინც გვასწავლა ეს პრაქტიკული ინტუიცია და კარგი საბაჯიშვი, ანუ ეს საბაჯიშვი ძალიან კარგი იყო და ისიც კარგია იქ რაც არის მოცემული და აი ესე უბრალოდ არის ჩვენთვის ნაჩუქარი და შემიძლია გაჩუქოთ ნებისმიერს, ვისაც გსურთ. დიდი მადლობა. მადლობ ნატალია. ყველაფერს ვეთანხმები. თავდაპირველობა სათუთობა ძალიან მომეწონა, თუთაც მიყვარს, ეხლა მივხვდი შეიძლება იმიტომაც რომ სათუთი ეს ცოტა ხუმრობით და ერთი იმასთან ცოტა სირთულე მაქვს, რომ ეს საკუთარი თავის გამორიცხვა თუ რაღაც ესეთი მაგას მე უფრო ვუდგები მართვა. ეგეთი რაღაცებს რომ თან გამორიცხვისგან ცოტა დავშორდი, ძალიან ვიყავი მაქეთ წასული და მე თავისი სირთულეები ქონდა. როგორც ყველაფერს ალბათ. თუმცა ეხა ვცდილობ რომ მართო. ხო, ოკეი, ეს ჩემია, ეს აქ არის, ოკეი და თლად ვერ გავაქრობ, იმიტომ რომ არის, მაგრამ მართო რომ ზედმეტად არ შემოიჭრას, ესე ვუდგები ხოლმე. ჩემი. ნუ ეს სხვადასხვანაირად იმაშვებით შეიძლება, ნუ უბრალოდ ტვინის მოწყობის ამბავია. ხო, ნუ მართო ბუნებრივია შენ რაღაცა. მაგრამ ძალიან ბევრი ტრენი, ანუ ბევრი საათის შედეგად მოდის მე ეს. როგორც ყველა უნარს პრაქტიკა უნდა და მე ავაზიარებ აქ მაშინ ჩატში და ვისაც გინდათ ეს საბაჯიშო მომწერეთ და გამოგზავნოთ ყველას მეილზე. მადლობა. ხო, იქნება სოფოთი პირდაპირ შეიძლებაოდეს, რომ აი უკვე იმეილი აქვს, რომ ალბათ დაკავშირება და მე ჯგუფში გაზიარება. სოფოს გავუგზავნით. კი ბატონო. კარგი, ნატალია, მაშინ ჩემი მეილზე. მადლობა ნატალია, კი დავაკოპირე თქვენით. ხო, ნატალია სოფოსაც მიეცეთ. სოფო თან ორივეს რო სოფო გქვია. სამარხია ხოდა. ჩატში მიწერე ნატალიაზე დამიბრუნა პასუხი და ხო, კარგი, სოფოს გავუგზავნე, მაშინ WhatsApp-იც ნატალია და სოფო გაგუზიარებს. მე გამოგიგზავნე ნატალია მეილს, ახლა დაგიბრუნებ შენ მეილზე, დიდი მადლობა. და გავაზიარებ. მხრიდან მე დავასრულე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააზიარეთ, უფრო მეტი მივიღე, ვიდრე როგორც ვიყავი აქ მოსვლისას. თუ რაღაცებს ცოტა. მეც გავაზიარებ რა ერთ-ორ სიტყვას და მაშინ თან დავასრულოთ, ხო? მეც იცი, როგორი რაღაც გამახსენდა ესეთი რაღაც, აი მუშაობის დროს, როდესაც კლიენტი ამბობს, არ ვიცი რა კავშირი აქვს, მაგრამ რაღაც მოდის, ხო, ანუ შეკითხვაზე და რაღაც ეს გამახსენდა და მე ძალიან მიყვარს ხოლმე ეგ მომენტი, როდესაც ადამიანი აღარ ენდობა თავის ლოგიკას მხოლოდ, ხო, ანუ ანალიტიკურ აზროვნებას და ზუსტად იცის, რომ ანუ აქედან გამომდინარე, ხა ეს აზრი ლეგიტიმურია და ამბობს ამას, მაგრამ მე უცბად მოდის აზრი, რომელიც არ იცის ანალიტიკაში არ ჯდება, მოკლედ, არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ეს აზრი მოვიდა, მოკლედ, ამ კითხვაზე და ეხლა რაღაცნაირად მეღიმება კიდეც, რომ სიამოვნებს ამის გახსენება, იმდენად სასიამოვნო მომენტია ხოლმე ეს, როდესაც ამას ამბობს კლიენტი, რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს გამახსენდა და მე იქ ძალიან კარგი რაღაცები იბადება ხოლმე რა, ზუსტად იმ кейსში არის ხოლმე გასაღები და მოკლედ ეგ ხო ერთი ეგ გამახსენა ეხა ამ საუბარმა და ძალიან დამიკავშირდა ინტუიციასთან რა თქმა უნდა და ასევე შენ ახსენე რომ მე ვენდობოდიო ამ პროცესს აი იოგაზე როცა საუბრობდი ხო და ბოლოს ეგ მაგით მინდა რომ დავასრულო რომ იდეაში ხო აი ეს ნდობა თავიდანაც მაგით დავიწყე იდეაში რომ ნდობა მინდა მეტი თქოდა ხო აი ჩემთვის ეგ არის ინტუიციის თემა კიდე რომ რამდენად ვენდობი იმიტომ რომ მოდის ინტუიციურად ეს აზრი, მაგრამ მე ხან ვენდობი. კიდე ერთი ისიც მომივიდა ხა ის აზრიც, რომ იდეაში
შეკითხვის დასმის დროსაც ვარ ინტუიტიური, ხო, ანუ რომ გადავწყვიტო საით წავიდე, ხო, იმიტომ რომ კლიენტმა შეიძლება 1000 რაღაც მოიტანოს, საინტერესო ძალიან და 1000 მარგალიტი და ამ მარგალიტიდან რომელი მარგალიტი ავირჩიო და ხო 1000 ვერ ავირჩიო ფაქტია და აქაც ინტუიტიური ვარ, ხო, რომ აი ეს ერთ მარგალიტს ჩავეჭიდო იმ მომენტში, რა თქმა უნდა, მე სხვა შემიძლია, მაგრამ ხო. მოკლედ. აი ესენი მინდა და მე თქვა ნიკო ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, შემეხო. ძალიან რაღაცა გაიარა, ჩემში გამახსენა საკუთარი ამბებიც და ძალიან დიდი მადლობა. ყველა მე მგონი დავასრულოთ, ხო, რა სიტყვით? მადლობა ყველას. მადლობა. ყველას რომ იყავით ჩვენთან ერთად, მოკლედ 27-ში დაგვრჩა კიდე ერთი შეხვედრა კვირაულის ფარგლებში, გელოდებით ასევე ძალიან საინტერესოა თვით სიყვარული და გელოდებით ყველას. მადლობა დროებით. მადლობა ნახვამდის.